პიზას კვლევა, მოლოდინები და ქართული რეალობა. ეს არის დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, თუმცა არა ერთადერთი. დღეს კიდევ ერთი წარმატების მაგალითზე მოგიყვებით, თუმცა მანამდე ვისაუბრებთ წარმატების მოლოდინზე, რომელიც პიზას კვლევებმა გააჩინა სასკოლო საზოგადოებაში. საერთაშორისო კვლევა, რომელიც განათლების სისტემის ერთგვარ სარკედ იქცა, ყოველ 3 წელიწადში ამოწმებს ქვეყნების განათლების დონეს. არა მხოლოდ მოსწავლეთა ფაქტობრივ ცოდნას, არამედ მათ უნარებს, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, ამოცანებთან გამკლავების შესაძლებლობას და საბოლოოდ ეს წონიანი კვლევის შედეგები პედაგოგებს, პოლიტიკოსებს და განათლების სფეროს პროფესიონალებს საშუალებას აძლევს გაანალიზონ და შეიმუშაონ უფრო ეფექტური განათლების პოლიტიკა. წინა სამი წლის წინანდელი კვლევის შედეგები კმაყოფილების მიზეზს ნამდვილად არ კვაძლევს, მეტიც გვიტოვებს განცდას, რომ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას რემონტი სჭირდება. დიაგნოსტიკის შედეგებით საქართველოს 91 ქვეყანას შორის ბოლო ათეულშია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს. ქართველი მოსწავლეების დიდ ნაწილს უჭირს საკითხulis გააზრება, ტექსტის მიღმა აზრის დანახვა და ელემენტარული პრობლემის ანალიზი, რომ არაფერი ვთქვათ კვლევის სხვა კომპონენტების შედეგებზე. და ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ამ კვლევისთვის განათლების სისტემა აქტიურად ემზადება. იმიტირებული ტესტებით, ტრენინგებით, კლასგარეშე მეცადინეობებით, განვლილი მასალის გადამეორებებით. პიზასთვის მზადება რიგ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც აპრობირებული პრაქტიკაა, რომ მოსწავლეებმა ტესტის ფორმატთან ადაპტაცია შეძლონ და გადამეორებული მასალით უკეთესი შედეგი აჩვენონ. მიუხედავად იმისა, რომ პიზას ფილოსოფია ცალსახად მანკიერ პრაქტიკად მიიჩნევს ტესტისთვის მზადებას. რიგ ქვეყნებში პიზასთვის მზადების პროცესს მაინც აჩრდილივით დასდევს და მის შედეგებსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რადგან ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ვამზადებთ მოსწავლეებს უკეთესი ქულისთვის, თუ ვამზადებს მოსწავლეებს რეალურ ცხოვრებაზე ორიენტირებული უნარებისთვის. და ლოგიკურია, რომ კითხვაზე ისევ პიზას გაცხადებული მისია გვაქვს პასუხად, რომ პიზა არ არის მხოლოდ რეიტინგი, არამედ გლობალური მასშტაბის საგანმანათლებლო გზამკვლევი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი საკუთარი განათლების სისტემები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პიზას კვლევაზე და ქართულ რეალობაზე, მოლოდინზე და უშუალოდ პროცესზე და ასევე ცხადია მთავარ კითხვაზე, რამდენად სწორად გვესმის და ვიაზრებთ პიზას მიზანს, რას ცვლის რეალურად პიზას კვლევის შედეგები. დღეს ამ საკითხზე მოვისმენთ სასკოლო საზოგადოების ხმას, ასევე პროცესის ანალიზს შევეცდებით სპეციალისტებთან ერთად. და აქვე მოკლედ გეტყვით პიზას კვლევის ფორმატსაც, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა სკოლები და 15 წლის მოსწავლეები შესაბამისი კლასებიდან, ასევე კითხვა განკუთვნილია მასწავლებლებისა და მშობლებისთვისაც, რადგან კვლევა ჰოლისტურად გვაჩვენებს მოსწავლეების განათლების და განვითარების შესაძლებლობებსა და პირობებს და მათი განვითარების დონეს. შალვა ტაბატაძეს უნდა მივესალმოთ. საღამშვიდობის ბატონ შალვა. მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. პიზას კვლევები, შედეგები, როცა დაიდება ხოლმე, მერე აი ყველა პლატფორმაზე, სასკოლო საზოგადოებაშიც, პოლიტიკოსებიც, აბსოლუტურად ყველა ამ შედეგებს იშველიებს სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა მიზნით. ანუ მნიშვნელოვანი არის პიზას შედეგები ჩვენთვის. თქვენ გითხარით თქვენი შეფასება, რატომ არის ესეთი წონიანი და მნიშვნელოვანი პიზას კვლევა და რას უნდა ცვლიდეს სინამდვილეში პიზას კვლევის შედეგები საგანმანათლებლო სისტემაში. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო შეკითხვისთვის. ანუ ის პოზიტივი, რაც პიზას აქვს, ხშირ შემთხვევაში იკარგება სწორედ ამ პოლიტიკური манипуляციების შედეგად, როდესაც პოლიტიკოსები რომელ მხარესაც უნდა ქოთანს ორსი მხარეს მოაბავენ ხოლმე და შესაბამისად პოლიტიკური манипуляციის საგანი ხდება პიზას თუ სხვა საერთაშორისო შეფასებების შედეგები. რის გამოც ხშირ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება თუ სამთავრობო სტრუქტურები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დაინტერესებული ხდებიან განავითარ პროპაგანდისტული ინსტრუმენტად გამოიყენონ პიზას შედეგები და შესაბამისად სწორედ ამაზე ორიენტირებულობა ხდება ერთ-ერთი დიდი მინუსი და პრობლემა. მათ შორის ახლა ბავშვებს უსმენდი, რომლებიც საუბრობდნენ პიზას გამოსვლაზე და როგორც ჩანს საქართველოშიც აღებულია ეს ორიენტირები, ანუ მოვემზადოთ პიზას გამოსვლებისთვის, რათა საქართველო მაჩვენოს მაღალი რეიტინგი. კი ბატონო, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პიზას მნიშვნელობას და თქვენ პოლიტიკოსების შეფასებებით ალბათ манипуляციური შეიძლება იყოს, მაგრამ შედეგებს ეფუძნება ხო ეს განცხადებები რიგ შემთხვევებში? ხოლო მნიშვნელობა პიზას და სხვა საერთაშორისო შეფასებების არის რეალურად ის, რომ
გაჩვენოს სათხარ მსოფლიო გლობალურ სამყაროში შენი განათლების სისტემის თვალსაზრისით, ანუ რეალურად გაჩვენოს, რა ტიპის ხარვეზები არსებობს შენს განათლების სისტემაში, რომელიც საჭიროებს გამოცდილებას და რა პოზიტიური პრაქტიკები არსებობს, რომელიც აუმჯობესებს განათლების სისტემას. ანუ ეს გაძლევს შესაძლებლობებს, რომ შენ განსაზღვროს შენი როლი და მდგომარეობა არსებული განათლების სისტემაში და გაატაროს სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა. ხოლო სწორედ ამ თვალსაზრისით არ იყენებს არავინ პიზას შედეგებს, არც მათ შორის იგივე პიზას ან საერთაშორისო შეფასებების შედეგებზე დაფუძნებით რაიმე განსაზღვრული განათლების პოლიტიკა არც ერთი მხარის მხრიდან, არც სახელმწიფო და არც ოპოზიციური ჩვენ არ გვინახავს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულწილად ქულების და ქულებიდან გამომდინარე საუბარი. ვისი პასუხისმგებლობა არის ბატონ შალვა, რომ რეალური ცვლილებები დავინახოთ? წინა კვლევა პრინციპში პანდემიას დაემთხვა და ყველაფერი, რაც იყო ამ კვლევაში ცუდი, ესე ვთქვათ, ბრჭყალში, დაბრალდა პანდემიას, ხო? მაშ ანუ სამწლიანი პერიოდი არის პიზას კვლევებს შორის, ანუ ეს 3 წელი იმისთვის არის პრინციპში, რომ ეს რეკომენდაციები, რასაც ეს კვლევები დებს, გაითვალისწინოს საგანმანათლებლო სისტემამ. ჩვენ რა დავინახეთ? ჩვენ გქონდა 10 პუნქტიანი IDFI-ის კვლევაც, წინა კვლევამ რა აჩვენა საქართველოს შემთხვევაში, რაში გვაქვს პრობლემები, ხო? აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ დაინახეთ თუ არა მცდელობა მაინც უკეთესობისკენ ცვლილებების, აი თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესს? ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქულები საინტერესოა საკუთარ თავთან მიმართებაში და რამდენად იზრდება ან რეგრესირდება და იგივე პოლიტიკური манипуляციის საგანი არის, როდესაც მაგალითად პიზას შედეგებს ვისაც უნდა ადარებს 2015 წლიდან 2022 წლის შედეგების ჩათვლით და შედეგები არის მკვეთრად გაუარესებული, თუმცა манипуляციისთვის ადამიანები ადარებენ 2009 წლის შედეგებს და საუბრობენ, რომ 2009 წლიდან დღემდე შედეგები გვაქვს გაუმჯობესებული. ამაზე ვსაუბრობ, რომ манипуляციის შესაძლებლობას იძლევა, მით უმეტეს, როდესაც სტატისტიკურად უმნიშვნელო გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზეა საუბარი. აქ არის მნიშვნელოვანი ჩვენ ვიცოდეთ პიზას თუ საერთაშორისო შეფასებებიდან გამომდინარე ის პოლიტიკის ასპექტები, რომელიც ძალიან კონტექსტ სპეციფიკურია და ჩვენ კონტექსტზე უნდა შეგვეძლოს მორგება, მაგრამ ვითვალისწინებდეთ იმ სოფლიო პრაქტიკას, რა შესაძლებლობებს და რა გამოწვევებს ითვალისწინებთ. მაგალითისათვის, იგივე პიზასა და საერთაშორისო შეფასებები სასახად მიუთითებს, რომ კორელაცია ფინანსურ დანახარჯებსა და აკადემიურ გაუმჯობესებას შორის მოსწავლეების შედეგებში არ არსებობს. ანუ სახელმწიფოებმა მას ფინანსური მეტი ინვესტიცია ჩადეს განათლებაში, მაინც და მაინც უკეთესი შედეგები არ არის გარანტირებული, თუ სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა არ არის განხორციელებული. დღეს მაგალითად ჩვენ ვიმეორებთ, რომ 4-ჯერ გაიზარდა განათლების ბიუჯეტი და თითქოს სამიზნე ზღვარი იყო 4-ჯერ გაზდა, ან კიდევ უფრო გავზდით. ჩვენ დავინახეთ, რომ 4-ჯერ გაზდამ შედეგები ვერ გაგვიზარდა და ეს ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ არ იყო განათლების პოლიტიკაზე მიმული. მაგალითისათვის კიდევ ერთხელ მაგალითად კვლევები აჩვენებს, რომ რა აუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს. მეტი დრო სკოლაში, ანუ ეს გულისხმობა, რაც უფრო მეტი დროს მოიცავს სასწავლო გეგმა წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტად ადრე იწყება სკოლამდელი განათლება და მიმულია სასკოლო განათლებაზე არის მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტად გახანგრძლივებულია მოსწავლეებისთვის სწავლების შესაძლებლობები, რაც უფრო მეტი დამატებითი პროგრამების შესაძლებლობები არის მოცემული, როგორც საერთო მაჩვენებელი იზრდება, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე მიგრანტი მოსწავლეების, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეების შედეგები იზრდება. ამ თვალსაზრისით მაგალითისათვის არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგას. მასწავლებელთა კვალიფიკაცია. მასწავლებელთა კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი განსაზღვრელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აჩვენებს კვლევები, რომ რაც მაღალია მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მით უკეთესია შედეგი და მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდაზე უნდა იყოს აქცენტირებული და ფოკუსირებული მთელი სისტემა. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგას. მაგალითისათვის ავტონომიურობის და მართვის საკითხები ხშირ შემთხვევაში ჩვენთან სულ საუბარია სკოლების ავტონომიურობაზე,
ავტონომიურობას რეალურად კვლევები აჩვენებს, რომ ავტონომიურობა აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს იმ სკოლებში და იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებაა მაღალი და სადაც შესაძლებლობები არის მაღალი დამოუკიდებლად და ავტონომიურად მართვის. ხოლო სადაც განვითარება დაბალია და კვალიფიკაცია დაბალი სკოლის ხელმძღვანელების და მასწავლებლების, იქ ავტონომიურობას აქვს უკუ შედეგი. ეს ნათელ მაგალითს გვაძლევს, რომ იმ სკოლებში, სადაც მეტი განვითარების შესაძლებლობაა, უფრო მაღალ კვალიფიციური კადრები გვყავს, მაგალითად სკოლის ხელმძღვანელების თუ მასწავლებლის სახით, მეტი ავტონომიურობა მოგცემს მეტ შედეგებს, მაგრამ იმ სკოლებში, სადაც არა გვაქვს ამ განვითარების შესაძლებლობა, მეტი მხარდაჭერის მექანიზმები არის კი აუცილებელი. ბატონო, ბატონ შალვა, ერთი კითხვა მინდა რომ ჩაგეკითხოთ, თქვენ ახსენეთ, რომ აი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა და ეს არის რაღაც ძირითადი არგუმენტი, რომ სისტემა ზრუნავს განათლების წინსვლაზე, ხო? მაგრამ შემდგომი არგუმენტები, რაც მოიყვანეთ, რომ რეალურად ბიუჯეტი არ მოდის კორელაციაში კვლევების შედეგებთან, ხო? რამდენად სწორად არის გაგებული მაშინ განათლების საჭიროებები, აი ჩვენი მოცემულობით და თქვენი მოლოდინი როგორი არის წლევანდელი კვლევების შედეგები და ადებს თუ არა უკეთეს შედეგებს პიზაზე? რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? ხო, უკეთეს შედეგები შეიძლება დადო, შეიძლება არა, ეს რთული საპროგნოზოა ჩემი თვალსაზრისით, თუმცა რაც შევატყვე, მეტი მზაობა და მომზადებულობა, რომ უკეთესი შედეგები დაიდოს და როგორც ჩანს სისტემა ამისთვის ემზადება, თუმცა ეს შესაძლებელია სულადაც არ იყოს განპირობებული საგანმანათლებლო რეფორმები და არც არის განპირობებული, იმიტომ რომ ძალიან ცოტა საგანმანათლებლო რეფორმები ვნახოთ. მე ყოველთვის მომყავს ხოლმე პილსის მაგალითი, რომელიც ცალკე კვლევა მეოთხე კლასელების, როდესაც მაგალითად 2006 წელს საქართველოს ჰქონდა 471 ქულა, ხოლო შემდგომ 2011 წელს 488 ქულა გაგვიხდა და თითქოს ვიზე იმეთ, რომ ჩვენი შედეგები გაუმჯობესდა, თუმცა თუ კი სიღრმეებში ჩავხედავდით, ნახავდით, რომ მონაცემი გაუარესდა უბრალოდ. არა, ჩვენი შედეგებიც, მაგალითად 2006 წელთან შედარებით, სოფლის მოსწავლეების შედეგებიც გაუარესდა და ქალაქის მოსწავლეების შედეგებიც გაუარესდა, მაგრამ საბოლოო შედეგები გაუმჯობესდა, იმიტომ რომ შერჩევა იყო უკვე განსხვავებული სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად და მეტი ქალაქის სკოლა ჩაერთო სკოლა. ანუ სინამდვილეში ჩვენ არ გაგვიუმჯობესებია სისტემა, ამიტომ მაინც და მაინც რიცხვებში გამოვლენილ ამ გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რა საგანმანათლებლო რეფორმები გავატარეთ, რომელსაც შეიძლება გქონდეს შედეგი. და რაც შეეხება ბიუჯეტირებას, აქაც აღრეული გვაქვს ჩვენ პრიორიტეტები და რა არის მიზანი და რა არის ინსტრუმენტი. ხშირ შემთხვევაში გვაქვს, რომ მიზანი არის, რომ 4-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი. ახლა მიზანი არის, რომ წლიანი შიდა პროდუქტის 6% გახდეს ბიუჯეტი. ეს არ არის მიზანი, ეს არის ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა ტიპის რეფორმები გვჭირდება და რა ტიპის რეფორმებს ვახორციელებთ და შემდგომ განსაზღვრებთ იმის ბიუჯეტი. სამწუხაროდ ჩვენ 4-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, თუმცა არ გქონია საგანმანათლებლო რეფორმა, რომელსაც სჭირდებოდა 4-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი. რომ გქონოდა კარგად გააზრებული საგანმანათლებლო რეფორმა, შეიძლება 6-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი დაგჭირებოდა, ან 3-ჯერაც საკმარისი ყოფილიყო. ანუ ჯერ უნდა გავსაზღვროთ, რას ვაკეთებთ, რა საგანმანათლებლო რეფორმა გვაქვს და შემდგომ ამის შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა და ფინანსების თვალსაზრისით. კი ბატონო, ეს რეფორმა დაანონსებულია და აკეთებს პრეზენტაციას და ამბობს, რომ 2 მილიარდ 500 მილიონი გახდა ჩვენი ბიუჯეტი. მე რა რომ გახდა 5 მილიარდი გახდეს, თუ ის არ იქნება ასახული კონკრეტულ საგანმანათლებლო რეფორმაში და ეს არის ყველა სფეროში. ხოლო პიზა და საერთაშორისო შეფასებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ განსაზღვროთ რა ტიპის რეფორმები შეიძლება იყოს წარმატებული, რა ტიპის კონტექსტები გვაქვს ჩვენ, რომელიც პირდაპირ policy borrowing რომ გადმოვიტანოთ ფინეთის მაგალითი, იმუშავებს თუ არ იმუშავებს, რა სეგმენტში იმუშავებს, რა ტიპის ფაქტორები გვაქვს ჩვენ საქართველოში, რომელთა ადაპტაციაც უნდა მოხდეს და განსაზღვროთ შესაბამისი პოლიტიკა. სამწუხაროდ არც პიზა ბევრი გვაქვს სამუშაო. ამ თვალსაზრისით არ გამოიყენებოდა და მხოლოდ რიცხვებით. ბატონ შალვა